თბილისის კიდევ ერთი პრემიუმ კლასის სასტუმრო შეემატა. პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორის საზეიმოდ გაიხსნა. სასტუმრო თაბორის მთაზე ბოტანიკურ ბაღთან ახლოს არის განთავსებული. 500 მილიონიანი პროექტი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა. პარაგრაფ თაბორი წარმოადგენს მარიოტის პრემიუმ ბრენდს ავტოგრაფ კოლექშენს და ის თბილისის ტურისტული მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას პრემიერი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. დათია ტაბეშაძეს ვთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც მასშტაბური პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. თათი. 500 მილიონი ლარის ოდენობის მასშტაბური პროექტი თაბორის მთაზე არის დასრულებული. პარაგრაფი თაბორი, ასე ქვია ახალ სასტუმროს, რომელიც არის მაღალი დონის და მას აქვს პრემიუმ ბრენდის სტატუსი. აქ განთავსებულია 177 სასტუმრო ნომერი, თუმცა ზოგადად აი ამ ტერიტორიაზე არის საკმაოდ დიდი მრავალფეროვნება, იმ მხრივ რომ არის არა მხოლოდ სპა გამაჯანსაღებელი ცენტრები, არამედ კალათბურთის, ჩოგბურთის, ფეხბურთის მოედნები 400,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭემულია სარეკრეაციო ზონა. მისი მთავარი ნიშა არის ის, რომ აქ არის ახლა უკვე გოლფის კლუბი, სადაც განთავსებულია გოლფის 9 მოედანი. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის დედაქალაქის ცენტრთან, თავისუფლების მოედანთან დაკავშირებული არის საბაგიროს საშუალებით, სადაც უკავშირდება უკვე პარაგრაფის კიდევ ერთ სასტუმროს, რომელიც ასევე არის მაღალი დონის სასტუმრო ქართული სტუმართ მასპინძლობის სფეროში. აქ იმყოფებოდნენ, როგორც ჩვენ უკვე თქვი, ნიკა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის იმყოფებოდნენ ბუნებრივია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, უშუალოდ ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ისინი წარსდგნენ საზოგადოების წინაშე სიტყვით და ხაზი გაუსვეს იმას, თუ რამდენად უწყობს მსგავსი მასშტაბური პროექტები საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს. დღეს შევხსნით პროექტ პარაგრაფ თაბორს, რომელიც თავისი მასშტაბით, ამბიციით და შინაარსით ახალ ძალიან მნიშვნელოვან თავს წერს ჩვენი დედაქალაქის თანამედროვე ისტორიაში. მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ იდეის სულისჩამდგმელი. მისი საკმაოდ საქმიანობა არის, რა თქმა უნდა, გამორჩეული თავისი შინაარსით ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტიც არის მისი საკმაოდ საქმიანობის მორიგი გამოვლინება და მორიგი გამოხატულება. ყველა ასეთი პროექტი, ყველა ანალოგიური პროექტი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ორიენტირებული არა ფინანსური მოგების მიღებაზე, არამედ ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალი ბიძგი მისცეს შესაბამისი ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას და სწორედ ამით გამოირჩევა პარაგრაფ თაბორის პროექტიც. ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული საქმეები არ წარმოადგენს რიგით პროექტებს. ბოლო 10 წეულებში მან დიდი დაკვირვებით შეარჩია ის სფეროები, რომლებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად თუ კულტურულ-ისტორიულად იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იქ, სადაც სახელმწიფოს და ბიზნესს საკმარისი რესურსი არ გააჩნდა. ამიტომ არის ყველა მისი წამოწყება ყინულმჭრელი, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს, მთავარ შრომას და ფუძემდებლურ ინვესტიციას და ამით გზას უხსნის სხვებს. სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო ბლექსი არენა და პარაგრაფის შეკვეთილი შავი ზღვის სანაპიროსთვის. ასეთი იქნება აბასთუმნის პროექტი სამცხე-ჯავახეთისთვის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იმერეთისთვის და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის. ეს პროექტები საფუძველია სამომავლო საქმეებისა, რომელიც საქართველოს შემდგომმა თაობებმა უნდა ითავონ და გააგრძელონ. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ნამდვილად მიამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის. სასტუმრო მდებარეობს თაბორის მთაზე, რომელიც საბაგირო გზით არის დაკავშირებული თავისუფლების მოედნიდან. როგორც ხედავთ, აქედან საუცხო ხედი იშლება, ხელის გულივით მოჩანს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი. აქვეა ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დედაქალაქის კიდევ ერთი სიამაყე და მშვენება, რომლის განვითარებაშიც მოვლაში, პატრონობაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. პარაგრაფ თაბორი უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში და ჩვენს ქვეყანას მყარად დაამკვიდრებს მსოფლიო ტურისტულ რუქაზე. პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომლის ღირებულებამაც 500 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ ინვესტიციამ შექმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი და გააჩინა სტაბილური დასაქმების კერა. ის მაღალი სტანდარტი, რომელიც პარაგრაფის კომპლექსის ოპერირებას ესაჭიროება ქვეყანაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და შრომის ბაზრის მიზნობრივ განვითარებასაც შეუწყობს ხელს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით მედიასთან გააკეთა განცხადება, უпростоრად ჩვენ მედიამ ვისარგებლეთ და დაუსვით შეკითხვები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი აქტუალური შეკითხვა შეეხება 4 ოქტომბერს ოპოზიციის მხრიდან დაანონსებულ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობას. რევოლუციას აანონსებს ნაციონალური მოძრაობა და მსოფლიო ბანი პატა ბურჭულაძე. ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით ამ დღის შესახებ დეტალები, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად ისმის მისი მხარდამჭერების მხრიდან სხვადასხვა სახის გზავნილები, მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი მხარდამჭერის მხრიდან, რომ შეკრებილია ერთგვარი ჯარი აფხაზეთის ომის ყოფილი მებრძოლების და ასევე უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების მხრიდან და ისინი, ასე ვთქვათ, გადმოიბარებენ, როგორც აანონსებენ ხელისუფლებას 4 ოქტომბერს და აანონსებს აღნიშნული მხარდამჭერი იმასაც, რომ მოვლენები იქნება დაძაბული პარლამენტის წინა. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოიკვეთა, რომ გიული ალასანიას უნივერსიტეტში, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის სახელით იცნობს საზოგადოება, არის ერთგვარი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა გადამზადება მიმდინარეობს 4 ოქტომბრისთვის და დღეს დაისვა პრემიერ-მინისტრის მიმართ შეკითხვა, რა მოლოდინები აქვთ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა აღნიშნული საზოგადოება, რომ არ ჰქონდეს არანაირ გადაცდომას ადგილი, სხვა შემთხვევაში ისინი იხელმძღვანელებენ კანონით მინიჭებული უფლებებით მათ წინააღმდეგ. მე მინდა უბრალოდ ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაბატონება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე, ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ თავი შეიგავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონის მიერ მკაცრ პასუხს. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება. რა თქმა უნდა, პატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი ვიდრე წინა შემთხვევაში 30-ზე მეტი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გისოსების მიღმა, აქედან გამომდინარე ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ვალია მათ მიმართ, რომ ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ, მე არ გავგვირდეთ, თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენ ვიმყოფებით პარაგრაფ თაბორის ტერიტორიაზე, რომელიც საზეიმოდ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ის ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ტურიზმის განვითარების ფონდმა უკვე მესამე სასტუმრო გახსნა, რომლის მიზანი არის ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა და სტუმარ მასპინძლობის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარება. მადლობა, თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.